უფრო ძლიერი მხარეა. რამოთ ეხლა სას ფეხში შესვლა არ შეიძლება. ფიზიკაზე ეთყობა. მოემართება გულადი. კი, მამბერზე ორი ბრძოლა აქვს, მონი ჩატარებული. ორივე გამოკვეთილ მოჭიდავესთან, ერთი თბილეიშვილთან იყო, ერთი სამწუხაროდ სახელი დამავიწყდა. მიჩვეულია ეს ბიჭი მოჭიდავეებთან ჭხობს. რაც შეეხება დგომი ნამდვილად კარგად იცის გულადი და ნახოთ რა იქნება. ბიჭებს აშკარად ეთყობათ, რომ კარგად არიან ფიზიკურად მზადებულები. ესეც ტიპიური დაპირისპირება სტრაიკერისა და მოჭიდავის დაპირისპირება უფრო ესე გამოდის. გულადი არის კიკბოქსინგის მებრძოლი. გიგი კი უფრო მოჭიდავეა, როგორც ზვიადი მოგვაწოდა ჩვენ ინფორმაცია ამას. ნახოთ რა იქნება. ყოველთვის საინტერესოა, როდესაც ესე სხვადასხვა სახეობის სხვადასხვა სტილის წარმომადგენლებისა. დაიწყო ბრძოლა. აქ უკვე დარწმუნებულია, რომ გამოცდილება თავისას იტყვის და ეს გამოცდილება ამ შემთხვევაში მეგონი გულადის მხარეს უფრო არის. კი ბატონო. კი, გულადი საკმაოდ გამოცდილი მებრძოლია, MMA-შიც საკმაოდ გამოცდილი მებრძოლია, MMA-შიც უბრძოლია ბრძოლები, თუმცა ბაზით მაინც კიკბოქსიორია. თორე გულადი მჭიდაობაც იცის. იღებს ახლა საკმაოდ აქტიურად იღებს მითითებებს გულადი კუთხისგან. კარგი ჰაიკიკი ახლა. კარგად აწვება. კი, მიდის პირველ ნომრად დილოს მუშაობს. ახლა შეცვლა და ჩააგდო მაინც მგონი. ნახოთ. იგრძნობა დაძაბულობა და კარგად შევიდა. დიმა შეეშო ვიღაცას უთხრა. დიმა რა ერთად ხოსკო. ჩხუბზე ყუროს და ყოთოს. არა, არ ეთყობა გიგის არაფერი, რომ გამოუცდელია სტრაიკინგში, ბრწყინვალე დარტყმებს თავს. ბრწყინვალე დგას. აქ ორივე მებრძოლი კარგად მუშაობს, აქ წელს ქვემოთ გაატარა დარტყმა ახლა მიეცემა დრო აღდგენისთვის, თუმცა რაღაც დღეს დიმა არ არის მოწყალე არალეგალური დარტყმების მიმართ. საკმაოდ ძიმე დარტყმებს. კი, ძიმ. გიგი. მე კარნახობს. კი. აი უფრო გაცვლებს კარნახობენ გულადის, რომ გაცვლებში უნდა შეხვიდე აქტიურში. ეს კარგად ღვიძლს უკვე მეორეჯერ უმიზნებს გიგი მუშაობისას. კი, ფეხი. და აი გამოიჭირა სპინინგ ბეკ კიკის დროს გამოიჭირა გიგიმ და კარგი გდებაც შესთავაზა მოწინააღმდეგეს. მიდის ბრძოლა არ არის ის ტემპი უფროსების ბრძოლაში, რასაც შეგვაჩვიეს ბავშვებმა, თუმცა ამას აქვს მისი მიზეზი, აქ დარტყმის ტონაჟი გაცილებით უფრო მძიმეა, ბიჭებიც უფრო გამოცდილები არიან და აი ის ტემპი რა თქმა უნდა ვერ იქნება, რაც 15-16 წლის ბავშვებთან იყვნენ, იმიტომ რომ აქ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დარტყმა დამძიმებულია, ბიჭები უფრთხილდებიან დარტყმებს, სწავლობენ ერთმანეთს. დარტყმებია უფრო ერიდებიან, რა თქმა უნდა, იმის მოხვედრას ნებისმიერმა ერთმა დარტყმა შეიძლება გადაწყვიტოს ყველაფერი. რა თქმა უნდა, აქ ახლა ორივე ბიჭს აქვს ის ძალა, რომ თითო დარტყმით დაასრულოს ყველაფერი. ესეთ
რეფერად დაგვიბრუნდა ისევ ლუკა გიორგაძე. დიმა და ლუკაც ანაცვლებენ ერთმანეთს ბრძოლის მსვლელობისას. დაიწყო მეორე რაუნდი, ბიჭებს დაღლილობა არ ეთყობათ. პირველი რაუნდი უფრო დაზვერვითი იყო და მეორე რაუნდს ეთყობა უკვე აფეთქება გულადი, აფეთქება შევიდა თუმკიგი წელში და დაასრულა გდებით. კარგად აფეთქდა შავი ჩოხა, მიაწვა დარტყმებით, თუმცა გამოერკვა წითელი ჩოხა და საპასუხოდ გდება შეთავაზა. როგორც ჩანს მეორე რაუნდში გვექნება უფრო მაღალი ტემპი. და გააკეთე, თუმცა საპასუხოდ გიგიმაც კარგი გდება შესთავაზა. ზვერავენ მაინც ეტაპობრივად მებრძოლები ერთმანეთს და აი ეს აფეთქებები აქვთ. თვითონ ცდილობს ახლა გულადი ბევრ ენერგია ხელებს დაიღლის ეს სტრაიკერისთვის მნიშვნელოვანია რომ არ აყვეს ჭიდაობაში, იმიტომ რომ ხელები თუ დაღალა, აუ კარგი დარტყმა გაუტარა ახლა. კარგი ჯები გაატარა. კი. ოვერჰენდის ახლა თითქოს შედის თვითონ საჭიდაოდ შავი ჩოხა და შააგდო ძირს აღმოჩნდა. შააგდო წითელი ჩოხა. კი, გიგის ეთყობა ჭიდაობის კლასი და სწორსეუბნებიან ახლა შავ ჩოხას არ ჭირდება ჭიდაობა. აი კარგი იყო ეს ლოუ. თუმცა როცა ურტყავს მე საპასუხოდ საკმაოდ ძლიერი დარტყმა ხდება და კი ავტომატურად შედის იმაში საჭიდაოდ. ეგეც დაახლოებით იგივე სიტუაცია არის, არა საჭიდაოდ, არამედ დარტყმისგან გასაქცევად ეყურება. და აქ გიგი აშკარად ეძებს გულადის ღვიძლს, უკვე მეორე რაუნდია. ეხლა კარგი მომენტი იყო და მიაწვა ახლა, თუმცა შეეკრა. და კიდევ ერთი გდება. ჭიდაობაში კი, აქვს ოპერატიულ ჟაურში გიგის. როდესაც გულადი ფეთქდება, იქნევს დამაზიანება, თუმცა მალევე ეკრება გიგი და კიდევ შეუშალა თოკებმა ხელი რინგის ბოლო. აუ, კარგი გდება იმ თოკებში საიდან გამოსვლა დასვა ნელა მძიმედ არც ბუმბული დასრულდა მე ჭირდება ახლა გულადის აფეთქებები და მიყოლა ხელით კრივის ხარჯზე ისე ვფიქრობ. სტილისტურად როგორც ჩანს გულადი უფრო ახლო დისტანციაზე ჭუბობს. აი ახლა გიგისთან დისტანციაზე რო დადგეს და იჭუბოს, ბევრად უკეთესი იქნება. თუმცა უნდა ვთქვა რომ გიგი ძალიან კარგად იყენებს აი მარცხენა ფეხი ღვიძლში. სვეჩკეკების შემდეგ ძალიან კარგად წაიღო სამჯერ. აქედან ორჯერ მიზანშიც მოარტყა. ეს ტანში დარტყმები გვიან რაუნდებში იღებს ხოლმე ყოველთვის შედეგს, თვალზე მოქმედებს და ნახოთ რა იქნება. საინტერესოა კიდე რომელმა უფრო მეტი ენერგია შემოინახა რეზერვში მესამე რაუნდისთვის. ნახოთ საკმაოდ ძიმე, საკმაოდ კი, აი კარგი ლოუ კიკი, ეს იგრძნო მგონი ეს ლოუ კიკი და ეს მგონი
შავი ჩოხისთვის დასრულებული იყო პოზიტიურად. შავი ჩოხი ფეხი ატკინა, მეც ეს დავინახე. ფეხის დარტყმა საკმაოდ. კი, აი მეორე ტკივა ფეხი უკვე ტკივა ეს. კარგად ტკივა, მაგრამ ხელი და კარგად პასუხობს, კი. ფიქრობ რომ low kick-ებს გაუსპამავს გულა. არა, აუ კარგია. იგრძნო, აი როგორც სისხლს იგრძნობს მონადირე. პრედატორის ზუსტად ისე ახლა გულადი, თუმცა ფეხს რატო არ უწყავს ვერ ხვდები. ახლა ცადა ფიქრობ რომ ძიმე low kick-ი ჭირდება ახლა გულადის. აი უკვე აღარ ცადა. იმ ორი კარგად დაყოლი low kick-ის შემდეგ აღარ უცდია ჯერჯერობით. კი, არა და აშკარად ეთკინა, აშკარად და პირველივე იგრძნო. მგონი მე მეორე საკმაოდ უკვე აი ახლა მესამე უკვე კი. თან ახლა მესამე რაუნდია უკვე. ამ რაუნდშივე უნდა მოიპოვოს ეს გადამწყვეტი უპირატესობა გულადი მეს რომ ამიტომ ეს ვისი ვერც დავინახე სამწუხაროდ კარგად. მგონი შავმა ჩოხამ შეასრულა ეს ხდება. არა, ჩაირთო შავი ჩოხა, ჩაირთო გულადი, იპარავს ახლა უპირატესობას, თუმცა კარგად პასუხობს გიგი ოკიაშვილი საბოლოო ჯამში. ამ ფეხის ხარჯზე. აი ახლა უკვე გდებებს. იწყებს ახლა გდებებს. ისეთ დარტყმას ატარებს, რომელიც აღარ უნდა გაატაროს. უპირატესობა მოიპოვოს. დაიღალა ორივე. ბოლო ორი გდება უკვე გულადი. დაიწყო უკვე თითქოს გდებებზე მუშაობა. აუ კარგად. ეს spinning back kick-ზე მეორე დაიჭირა უკვე. აქ ახლა ტყუილა დაკარგა. ისა დახარჯა ენერგია ამ გადმოტრიალებაში, იმიტომ რომ ქულა უკვე აღებული ქონდა მაინც ოტიაშვილს. ავტომატებით უნდა იმუშაოთ ასე, რაც პისტოლეტები დაწავდა. აბა. ამები ჩამოვწია. ნახოთ რა იგი დაღლილი და აუ დაზიანებული ყავს ახლა აშკარად ოტიაშვილი და კარგად უტევს კარგად თუმცა პასუხობს ოტიაშვილი ყრუდაცვაში არ დგება ბექის კარგი მომენტები აქვს ახლა ორივე მებრძოლს spinning back kick ხელში მოხვდა კიდევ ფეხი აი ნატკენ ფეხს უმიზნებს ძალიან ხშირად თუმცა უკვე თითქოს გიგი შეჩვია კი და კიდევ ერთხელ მოემატა თავდაჯერებულობა უკვე შავ კუთხეს და წითელ სპირიქით რა აკლდება უკვე თავდაჯერებულობა ვფიქრობ ახლა ჭირდება რომ აი ზიანმა ძალიან მოქმედა გიგიზე აშკარად გაგდრო დასვა სამი რაუნდი დაველოდოთ ახლა საჯების გადაწყვეტილებას აი მეორე რაუნდი თუ წითელმა ჩოხამ წამოიღო მესამეში უკვე შავმა ჩოხამ მესამე ჩემი აზრით აშკარად გულადი კი აი პირველი ორში რა იყო გულები ეგ არის დანახავი კი ბატონო მესამე რაუნდი აი მე ვფიქრობ რომ მეორე მესამე რაუნდი 1-1-ია აი პირველი რაუნდი დათვალონ უკვე საჯებმა ესე რამოდენიმე წამში გავიგებთ მაგ ამბავს ეს თუმცა აი მეორეში ატკინა გულადიმ და ძალიან მიზანმიმართულად და სულთან იმუშავა ჩოხა გულადია სამიძეა ჩვენი დღევანდელი გამარჯვებული მიულოცოთ გურამს და